მადლობა ჩართვისთვის, მოგესალმებით. 2 წლის წინ საუბრობდი ზუსტად ამ მონაკვეთზე, ეს არის ნორიო ლილოს მონაკვეთი. აღნიშნული გზის გახსნას ესწრებოდა მაშინდელი გუბერნატორი, ეს იყო დოხტურიშვილი, რომელიც ეხლა კენს იყრის მესამე მასივში, ესწრებოდა მინისტრები, გზების დეპარტამენტის დირექტორი, იმდროინდელი დირექტორი და მაშინ უკვე პრობლემა ჰქონდა ამ გზას ხარისხის. ანუ დღეს სუსმა რა გვითხრა ბრიფინგზე ის რომ ეს გზა იყო უხარისხოდ დაგებული. ანუ მამუკა ჟღენტის კომპანიას გურია ენერგს რა ვალდებულებაც ჰქონდა, ის ვალდებულება არ შეასრულა და ზედამხედველმა კომპანიამ მას ეს ყველაფერი დაუწერა, რომ თითქოს ყველაფერი არის კარგად. ანუ ყველა პირობა შეასრულა. ეს არის ეგის ინტერნეიშნალი, ეს არის ზედამხედველი კომპანია. სამწუხაროა უკვე მეორე ბრიფინგი ჩაატარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და აღნიშნულ კომპანიას არ ახსენებს. ეს არის ის კომპანია, რომელი კომპანიაც ფიგურირებს ასევე ბიჭიკო პაიკიძის საქმეში. ანუ ეგის ინტერნეიშნალი, რომელსაც საქართველოს ბიუჯეტიდან 45 მილიონი ლარის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ეს არის პასუხისმგებელი კომპანია, რომ ხარისხიანად აგებენ შემსრულებელი კომპანიები გზებს. ანუ ეგის ინტერნეიშნალის, ანუ ზედამხედველი კომპანიის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია ბიუჯეტიდან თანხის გაცემა. ეს არის კომპანია, რომელიც ხელს აწერს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა შესრულდა. ეს ეგის ინტერნეიშნალი მონაწილეობს ბიჭიკო პაიკიძის საქმეში და იმ საქმეშიც დაკავებულები არიან ამ კომპანიის თანამშრომლები და ამ საქმეშიც ეს კომპანია მონაწილეობს. ამ კომპანიას კიდევ 45 მილიონი ლარის ხელშეკრულებები აქვს, ანუ მიმდინარე ხელშეკრულებები აქვს. წარმოიდგინეთ, რა საფრთხის ქვეშ არის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამ კომპანიის მიერ დაწერილი დასკვნებით გზებზე, ხიდებზე თუ გვირაბებში გადავაადგილდებით. რაც შეეხება კონკრეტულად ამ კომპანიას და ამ კომპანიის ხელმძღვანელობას, ამ კომპანიის ხელმძღვანელი რო ფულს იპარავდა ბიუჯეტიდან, დღეს დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და ეს ხელმძღვანელი ჟღენტი არის ქართული ოცნების შემწირველი, ანუ ფაქტობრივად ბიუჯეტიდან მოპარული ფული მიქონდა ქართულ ოცნებაში აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელობას. ზუსტად აი ამ ფაქტებით დგინდება ის, რომ ეს ბრძოლა არის ასე ვთქვათ კლანთა შორის ბრძოლა, იმიტომ რომ ამ პერიოდში კობახიძეც თანამდებობაზე იმყოფებოდა, მამუკა მდინარაძეც თანამდებობაზე იმყოფებოდა, თან ეს ადამიანები კობახიძეც და მდინარაძეც იყვნენ მაღალი ასე ვთქვათ პარლამენტში მაღალი თანამდებობის პირები და შესაბამისად პარლამენტი არის ზედამხედველი ორგანო იმ სამინისტროებში, რომელ სამინისტროსაც ფულს პარავდა ჟღენტი და პაიკიძე. ხოლო რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ეს კორუფციასთან ბრძოლა უნდა დაწყებულიყო მაშინ, როდესაც მაგალითად ჩვენ ვიძახდით, რომ აღნიშნული გზას ჰქონდა პრობლემები, ეს იყო 2023 წელი და მაშინ დინარაძეც, კობახიძეც, გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობაც, ინფრასტრუქტურაც გვიმტკიცებდა, რომ ჩვენ ვიყავით ასე ვთქვათ, ტყუილს ვიძახდით, მოკლედ რომ ვთქვათ და ვიგონებდით და ყველაფერი იყო ძალიან კარგად. როდესაც გახსნაზე მიდიოდა მაღალი თანამდებობის პირები, მაშინ ვერ შეამჩნიეს, რომ გზა იყო უხარისხოდ დაგებული და მაშინ არ ქონდა ამ ხელშეკრულებას და ამ შესყიდვას პრობლემა. პრობლემა არ ქონდა მაშინ, როდესაც ქართულ ოცნებაში ფული მიქონდა ჟღენტს და არა მარტო მას, არამედ მის ძმასაც, რომელიც დღეს საქართველოში გზების ასე ვთქვათ დამგებ კომპანიებში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არის, ეს არის კომპანია New Road, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან მალე ძალიან ბევრ სიახლეს გაიგებთ და არც მისი ძმა არის ასე ვთქვათ სუფთა ამ საქმეებში და ძალიან მალე გავახმაურებთ ძალიან ბევრ დეტალს თუ როგორ წაიღო მისმა ძმამაც ფული ბიუჯეტიდან და ნელ-ნელა მამუკა მდინარაძე მიუახლოვდა ქარსელაძეს. ანუ ეს არის ქარსელაძეს გარემოცვა. კი ბატონო, მე კითხა. ეს ყველაფერი ქარსელაძეს ეძღვნება, ბატონ ბესო, ესე ფიქრობთ, ანუ ბოლოს მაინც ქარსელაძემდე მივლენ? ის რა არის, ეხლა დაკავებულები არის შემსრულებელი ადამიანები, ვინც უშუალოდ შეასრულა და ვინც ხელს აწერდნენ დოკუმენტაციას. ოღონდ ეს ადამიანები ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ, მათ რომ არ ქონოდათ მწვანე შუქი ანთებული სამინისტროდან. ჩვენ გვესმის ის და გასაგებია, რომ ხელშეკრულებით მამუკა ჟღენტის კომპანიის მიერ გაკეთებულ საქმეებს ამოწმებდა ეგის ინტერნეიშნალი. მაგრამ სახელმწიფოს, ანუ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გზების დეპარტამენტს
ადამიანებს პირდაპირ ვალდებულება ჰქონდათ, რომ გაეკონტროლებინათ როგორც ჟღენტი, ასევე ეგის ინტერნეიშნალი რამდენად სწორად და კარგად ასრულებდნენ ხელშეკრულებებს. ანუ ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გზების დეპარტამენტის მონიტორინგი სად არის აქ? ანუ ამაზე რატომ არ საუბრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური? მხოლოდ კომპანიები რო დააკავა და ერთმანეთს არ აკონტროლებდნენ, გავიგეთ. მაგრამ კომპანიებს რო გზების დეპარტამენტი აკონტროლებს, ამასთან დაკავშირებით რატომ არ იძახის არაფერს? არ იძახის, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც ასე ვთქვათ შეტყობინებას უგზავნიან, რომ ჯერ ბოლომდე არ მიდიან ქარსელაძემდე, ანუ რაღაც ასე ვთქვათ მისასვლელი მას იტოვებს კიდევ საფეხურს როგორც ჩანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რადგან გამორიცხულია, რომ ამ საქმეში ჩართული არ იყოს გზების დეპარტამენტი, რადგან გზების დეპარტამენტი არის უშუალოდ მაკონტროლებელი ორივე კომპანიის. ეს იქნება გზების დამგების და გზების დაგების ზედამხედველი კომპანიის. ორივე ხელშეკრულებას აკონტროლებს გზების დეპარტამენტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გზების დეპარტამენტის პასუხისმგებლობა გამორიცხა პირველ ნაწილშიც, ეს იყო ბიჭიკო პაიგიძის საქმეში და მათაც მხოლოდ შემსრულებელი კომპანიები ყავს დაკავებული და დღესაც მხოლოდ შემსრულებელი კომპანიები დააკავა. ამ კომპანიების მაკონტროლებელების პასუხისმგებლობა სად არის? ანუ ნელ-ნელა უახლოვდებიან ქარსელაძეს, უახლოვდებიან წერეთელს, სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს, გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო და ქარსელაძესთან ერთად გადადგა თანამდებობიდან, როდესაც ახალი გაძლიერებული კლანი მოვიდა ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, სათავეში. და ამ ხალხის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გამოუკვეთი. ან ესეც უნდა გამოკვეთოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თუ ეს ნამდვილი ბრძოლა არის კორუფციასთან, რასაც ახლა კობახიძე და მდინარაძე თავაზობს ქართველ ამომრჩეველს. საბოლოო ჯამში ისე საქართველოს მოქალაქე ზარალდება, ჯერ პირველი ის, რომ ფულს პარავენ ბიუჯეტიდან საქართველოს მოქალაქეებს და პლუს ამ მოპარული ფულით თავაზობენ ისეთი ხარისხის გზას, გვირაბს და სახიდე ნაგებობებს, რომელიც არის უხარისხო და შესაძლებელია მისი ჩამონგრევა, დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქეების დაზიანება და მათ შორის სიცოცხლის საფრთხე დგება საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების დროს, როდესაც მათ მიერ გაკეთებულ უხარისხო გზაზე, ხიდზე და გვირაბში გადავაადგილებით. კი ბატონო, ბესო, აი ზოგადად როგორ შეაფასებდით რაღაცა ტენდენციას, აი ამ კორუფციასთან ბრძოლის, ესე ვიტყოდი, რაღაცა ყოველი კვირის თავზე, ან კვირაში ორჯერ ბრიფინგები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და აი ვხედავთ, აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, შემსრულებლების დაკავება ჯერჯერობით და არა უშუალოდ ვისგანაც ჰქონდათ ნებართვა, აი როგორც თქვენ ეძახით, მწვანე ჰქონდათ ანთებული, იმათთან ჯერ თითქოს ბოლომდე არ მიდიან. აი როგორ ფიქრობთ, ეს არის რაღაცა აი გამაფრთხილებელი ესე ვთქვათ დაკავებები მათთვის გულისხმობ ყოფილ მაღალჩინოსნებს თუ აი რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ანუ რაღაც აი მამუკა მდინარაძე რომ გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დაეტყო მდინარაძის ხელი თუ აი რომელი შემთხვევაა თქვენი შეფასებით რაღაც აი პოლიტიკური ინტერესი, მათ შორის ანგარიშწორებას ხედავთ თუ არა, თუნდაც ყოფილ თანაგუნდელებზე, აი ამ ხერხებით ზუსტად. ანგარიშწორება განიზრახა ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერც მდინარაძე, ვერც კობახიძე, ვერც ინფრასტრუქტურის მინისტრი სოხაძე ვერ გარისკავს ვერაფრის გაკეთებას. ანუ ეხლა წარმოიდგინეთ, რომ მდინარაძე თვითონ წყვეტს ვინ დააკავოს და საქმის მასალების მიხედვით აკავებს ამ ადამიანებს. არა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. იმიტომ პოლიტიკურად გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ძველ კლანს, ანუ მის კლანს, რომელსაც უკვე რაღაც გარკვეული სამუშაოები შეასრულებინა, თulis რომ მას ფული მოპარეს. და შესაბამისი წილი არ მივიდა მასთან, როგორც ჩანს და შესაბამისად სჯის ახლა ამ ადამიანებს. მაგრამ კორუმპირებულები ეს ადამიანები იყვნენ 2022-შიც, 21-შიც, 17-შიც, 19-შიც და ამ კორუმპირებული ფულით ასაზრდოებდნენ და იგებდნენ არჩევნებს და ფული მიქონდათ ქართულ ოცნებაში. ეს ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ახლა რომ შური იძიოს მის ყოფილ კორუმპირებულებზე. თორე ვინ კითხავს ან კობახიძეს ან მდინარაძეს ვინმეს დაჭერას. და მდინარაძემ ერთი თვის დანიშნული არ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და ამ საქმის შესწავლა ესე სწრაფად მოხდა. ანუ 2022 წლის ხელშეკრულება როგორ იპოვეს ესე ერთ კვირაში, ანუ ყველა ობიექტი შეამოწმეს ამ კომპანიის, არა, ეს მასალები სულში იდო, უბრალოდ ეხლა გადმოიღეს კონკრეტული ადამიანების დასაჭერად. ბიძინა ივანიშვილს
ყველა საქმეზე, ასე ვთქვათ, ყველა კორუმპირებულზე აქვს შენახული მასალები. ანუ ამ ადამიანებს ფული მოაპარინა და ოღონდ ეს ასე ვთქვათ, ფაქტები შენახული აქვს. შესაბამისად გადმოიღებს, როცა უნდა მათ მაკომპრომიტირებელ მასალებს და დაიჭერს ნებისმიერ ქართული ოცნების წევრს. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა აუნთო თავიდან მწვანე, რომ ფული მოეპარათ და შემდეგ ეხლა ვინ საიდან მოიპარა ფული იციან და შესაბამისად მიადგნენ ეხლა და უკვე იჭერენ იმ ადამიანებს, ვინც აღარ ჭირდებათ. ჯერჯერობით ჭირდებათ ყობახიძე და მდინარაძე. ოღონდ დრო მოვა, როდესაც მესამე კლანი მოძლიერდება ქართულ ოცნებაში და რომელიც შემდეგ უკვე მდინარაძეს და ყობახიძეს დაიჭერს, იმიტომ რომ საკმარისად არ იქნა საქმეები გამოძიებული. ანუ ამას ხო არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. კორუფციასთან ბრძოლა მდინარაძეს არავინ არ ეკითხება. ბიძინა ივანიშვილი იჭერს მის ყოფილ კორუმპირებულ ტიპებს, იმიტომ რომ ფული მოუტეხეს. რეალურად ეს კორუფციასთან ბრძოლა არ არის, ეს არის პოლიტიკურად დაჭირდა მათ ამ ადამიანების დაჭერა, იმიტომ რომ ფული გამოსძალოს და შესაბამისად იჭერს. კორუფციასთან ბრძოლა იქნებოდა, როდესაც შემსრულებელსაც აკავებ, დამკვეთსაც აკავებ და ვინც სარგებელი მიიღო, იმასაც აკავებ, მაგრამ ჯერჯერობით მდინარაძეს არ აქვს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ნაბრძანები, რომ მივიდეს ქარსელაძე დააკავოს, ან ილუაშვილი დააკავოს, ან ღარიბაშვილი დააკავოს. ჯერჯერობით იჭერენ შემსრულებლებს, კომპანიის ეგრეთ წოდებულ რაღაც პრარაბებს და მიღება ჩაბარებაზე ხელის მომწერ პირებს. ანუ იმ ადამიანებს, ვისი ხელმოწერებიც ჩანს დოკუმენტაციაში, ხოლო ის ადამიანები, რომლებმაც ეს ყველაფერი დაგეგმეს, ეს ყველაფერი განახორციელეს და ამ ყველაფერზე მწვანე შუქი აუნთეს, ჯერჯერობით იმ ადამიანების პასუხისმგებლობა არ გამოუკეთავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. კი ბატონო, გასაგებია. რა გაგრძელება შეიძლება გქონდეს ბესო, როგორ ფიქრობთ აი ამ გამოძიებებს? აი თქვენ თქვით, რომ ჯერ მაგალითად თუნდაც მდინარაძის და ყობახიძის ჯერი არ დამდგარად. აი რის მიხედვით წყდება ეს თქვენი აზრით? აი თქვენი დაკვირვებით, რომ როდესაც უყურებთ ხომ მთელს ამ პროცესებს? ეს პროცესი გრძელდება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით. ანუ ის ადამიანი, ვის ჩათვლის დასაჭერად, ამის განსაზღვრა რთულია, ჩვენ ამას ვერ გავსაზღვრავთ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ ისე როგორც ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მიზნებს როგორ ჭირდება, ისე წარიმართება ეს პროცესი. აი მაგალითად 670 მილიონი რო გათეთრდა და მხოლოდ ერთი ადამიანი ყავთ დაკავებული და ისიც ჯიხურის მეპატრონე. ხო, ანუ ამ საქმეზე რა ხდება, როგორ გაგრძელდა, როგორ წავიდა წინ, ანუ კიდე ვინმე გამოიკვეთა, მეზობელ სახელმწიფოს დაუკავშირდნენ, ანუ რა ახალი გარემოებები გვაქვს. ამასთან დაკავშირებით არაფერი არ ისმის. ბიჭიკო პაიკიძესთან დაკავშირებით გაირკვა, რომ თურმე ბიჭიკო პაიკიძე დადიოდა დაკითხვებზე და შემდეგ ისე წავიდა ქვეყნიდან, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვერ გაიგო, რომ ბიჭიკო პაიკიძემ საზღვარი გადაკვეთა და ეხლა გამოაცხადა ძებნა. მაშინ როდესაც თავისუფლად იყო შესაძლებელი, რომ პაიკიძე გაეჩერებინა, დაეყოვნებინათ საზღვარზე და ფიზიკურად ვერ დაეტოვებინა მას ქვეყანა. მაგრამ აქაც ვფიქრობთ, რომ პაიკიძე ქვეყნიდან გაუშვეს, იმიტომ რომ პაიკიძისგან უკვე მიიღო აღიარებითი ჩვენება, ვინ იყო დამკვეთი. სხვა შემთხვევაში უბრალოდ ლოგიკა არ არის, ეს ადამიანი რატო შეიძლებოდა სულს გაეშვა საზღვარზე. ნახოთ ამ საქმეში კიდევ რა გამოიკვეთება, ანუ ვისი გაფუჭება დაჭირდება ბიძინა ივანიშვილს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და შესაბამისად ის ადამიანი გაიწირება, ეს ღარიბაშვილის კლანი იქნება, გომელაურის კლანი იქნება, ყობახიძის კლანი იქნება. ბიძინა ივანიშვილს ვინც დაჭირდება, იმას გაწირავს. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რომელ ჯგუფს და რომელ კლანს ეკუთვნის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბესო დონაძე გვერდთვებოდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ჩვენ კი